მოვედით უცნობ სასახლეში, რომელიც არის სად? თბილისში. არც მეტი, არც ნაკლები თბილისში. და ვეძებთ ხელის ანაბეჭდს, რომელიც უნდა იყოს დასავლეთ მხარეს უნდა იყოს, ხო მგონი? ხო, აი ეს არის პილასტრი. აი სადაც ახლა ირინე დგას. აი აქ საოცარი ჯვარის ბარელიეფი არის. აქეთ მხარეს და დასავლეთი მხარე რადგან აქეთ აქვს. ესე იგი აქ უნდა იყოს სადღაც. ნახე აგური როგორ აქვს ჩატანებული ამაში. თუ ჩატანებული. არ ვიცი, მე ვერ ხედავ, შენ ხედავ? ხო არ წაიშალა. შეიძლება მაგრამ აღწერა ახალია და უნდა იყოს გვეჭველი სადმე. ეს ქვებიც აქედან ხო არ არის ჩამოვარდნილი? ამას შეხედე. ნახე რა მაგარია. აი ხელი ვიპოვეთ. კაი დიდი ხელია, მოიცა დავატოლო. აი მე მაგარია. არ მაქვს მე პატარა ხელი და რა ვიცი, კალბურთის ბურთს ვიჭერ თავისუფლად. ვა. რა საინტერესოა. ასეთ საინტერესო ადგილზე მოვედით და დავიწყებთ ამ ადგილის თქვენთვის გაცნობას. სასახლე. ესე იგი, როგორც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს შემთხვევაში გადაღებებზე გასვლა, გუშინ საღამოს სტამირეკ ალექსანდრე ხვალ ამინდი გამოდის და უცებ ახლოში რამე ხო არ დავათვალიერეთ და კაი მეთქი დავათვალიერეთ, სად წავით, რავი, გლდანში წავიდეთ მეთქი და წამოვედით გლდანში. უბრალოდ ვამკოდის მხარეს. ახლა დღეს რა ადგილებსაც გაჩვენებთ, ეს ყველაფერი არის თბილისის ფარგლებში, ანუ თბილისის ცენტრს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, გულისხმობ მის შემოგარენში თბილისის ეროვნული პარკი შეიძლება გაგიგიათ, გლდანი, მამკოდას, ზევით, რატკეც არის, ზედაძის მხარეს და თიანეთის მხარეს და ცხვარიჭამის მხარეს ამ ადგილს გულისხმობ და აქ 15 წუთში მოვედით. ხო, თუ არ ჩავთვლით საცობებს. და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც არის აქ. და პირველი, სადაც ახლა მოვედით, აი ეს იყო სასახლე. ანუ მხოლოდ ეს კომპლექსი კი არა. ამის იქით კიდე 500 მეტრში არის რამდენიმე შენობა ნაგებობა შედიოდა ამ კომპლექსში და როგორც ცნობებში არის მოხსენიებული, უშუალოდ ეს სასახლე მე-12 საუკუნით თარიღდება, თუმცა თვითონ დასახლება, როგორც ალექსანდრემ ეძია ინფორმაციას და ასე შემდეგ, ბევრად ძველი არის. ვეჯინში ვართ ახლა, ოღონდ დავაზუსტოთ, არაგერიოთ, ვეჯინი არის, ძირითადად ცნობილია ორი ადგილი, ერთი ყველაზე ცნობილი ეს არის კახეთში, რომელიც ისტორიაში დასწავლი გექნება გიორგი მეორემ, რომ ალყა შემოარტყა და რამოდენიმე თვე ვერ შეძლო აღება მაშინ კახეთ-ჰერეთის მეფეებს, როცა იბრძოდნენ საქართველოს და ერთიანობის აღსადგენად და შემდეგ მან გაიგო, რომ აჯამეთში თურმე კარგი ირმები გამოჩნდნენ და გაბრუნდა უკან. ეს ისტორია ცოტა მოგიონებით არის დაწერილი, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ გაგახსენეთ, რომ ეს ვეჯინი ის ვეჯინი არ არის. ის არის კახეთში ძალიან მაგარი და უდიდესი კომპლექსი, ისიც თარიღდება მე-10, მე-11, მე-12 საუკუნით, მაგრამ აი ეს ადგილი, სადაც ახლა ვართ, არის უფრო ძველი. ანუ მე-7-მე-8 საუკუნეში აქ უკვე ნამდვილად არსებობდა დასახლება. შეიძლება აი ეს სასახლე თავიდანვე მაგ დროს იყო უკვე აშენებული და შემდეგ გაფართოვდა ან შეიცვალა, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ფაქტია, რომ მე-7-მე-8, მე-9 საუკუნეში აქ არის საკმაოდ კარგი დასახლება და არის ესეთი ვერსია, რატომ არის დამთხევა, რომ ვეჯინი შესაძლოა აქედან გადასულმა ხალხმა უკვე დააარსა იქ უკვე დასახლება, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისის საამირო არის საკმაოდ ძლიერი, რომელიც არის დამოუკიდებელი ელემენტი, მაგრამ არაბული მმართველობით და საკმაოდ შეავიწრობა მის გარშემო მყოფი ფეოდალები და კახეთის სამთავროს და სმენის სამეფოს წარმოქმნა ამ დროს ხდება და შესაძლოა და ეს ამას უკავშირდებოდა იქ გადასვლა. შესაძლოა თვითონ სახელიც ეტიმოლოგია ამ სიტყვა ვეჯინის ბევრი ვარიანტი არის. და ერთ-ერთი ვერსიით ეს უნდა უკავშირდებოდეს მეგრულ ენას
რომელიც თანამედროვე მეგრულში ნიშნავს დამალულ არანახვად ადგილს, ხო? რაღაც ასეთი. ხო, დაფარული, ჩვენს მეგრელ ძალიან კარგ კოლეგასთან გავიარე კონსულტაცია, ოღონდ დღეს ეს სიტყვა აღარ გამოიყენება, მაგრამ არის ესეთი ვერსია, რაც მე ერთ-ერთი ვერსიით წავიკითხე. ვარაუდეს გამოთქვათ, ხო, და არ ვამტკიცებთ არაფერს, რა თქმა უნდა, რომ ვეჯა, ვეძა, ვეძინი, ვეჯინი, ვეძისი, ვეძები, ანუ ვე არის უარყოფითი ნიშანია, ანუ ვერ დანახულს რაღაცას ნიშნავს და ამ დროს როცა საუბარია 2000-2200 წლის წინათ, ენები ძალიან ახლოს იდგა ერთმანეთთან და სულხან საბასაც ვეძა განმარტებული აქვს როგორც მჟავე წყლები. არის ვარიანტი, რომ ის შეიძლება იყოს ნაპრალი, დაფარული ხეობა, უბრალოდ ხეობა, ღრმა ხეობა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, როცა შევხედეთ ამ ადგილს შორიდან. მართლა აი ესეთი ნამდვილად ხეობა, აქედანაც რომ უყურებთ, ეს მთლიანი ხეობა ქვემოთ ბოლომდე ჩადის. სამხრივ არის სრულად დაფარული და იქიდანაც რომ ამოდიხარ ვერ ხედავ. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს წარმოშობა ტოპონიმის, არის ძალიან საინტერესო. ვართ ვეჯინში, თბილისთან ახლოს, გდანიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში. ეს არის სასახლე. სასახლე. აღჭირს. დავფიქრდი ხო სასახლე. თან საკმაოდ დიდი სასახლეა. 26 მეტრი სიგრძე და 9 მეტრი სიგანე და ძალიან მაღალია თან. ნახე რა სიმაღლეა. მოიცა მივიდე რა უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს. ნახე რა მხელა. არ დაგფარე მეშინ ახლა. ახლა ირინე დგას დასავლეთ შემოსასვლელთან. სასახლეს ჰქონდა 2 შემოსასვლელი. დასავლეთი 4 კუთხა, აი რომელიც არის ნაწილობრივ ჩამონგრეული და აღმოსავლეთის მხარე რომელიც არის არკის ტიპის. სამხრეთი ნაწილიდან მას ჰქონდა 4 გამაგრებული, კარგი გამაგრება ჰქონდა, ბოძი შედგმული და სადაც ახლა ჩვენი კამერა დგას, ეს არის პილასტრი და მასზე გამოსახული იყო როგორც უკვე განახეთ ჯვარი და ხელი. და ხელი რა მგონია, იცი რა არის? ძალიან ხშირად და გავრცელებული იყო, რომ აი ეს ქტიტორის ხელია, ავტორის, არქიტექტორის, დამგეგმავის, აი როგორც ვეტი ცხოველში ხო არის, ვარაუდი რომ ეს არის ამშენებლის ხელი, ვთქვათ, იგივე თუნდაც არსუკიძეს როგორც ვთქვათ, კონსტანტინე გამსახურდის მიხედვით, მაგრამ კონსტანტინე არსუკიძე არ არის ისტორიული პერსონაჟი, ეს კარგად უნდა იცოდეს ჩემმა მაყურებელმა. და რა ხო შესაძლოა მის ხელი იყოს. მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია ჩვენი მაყურებლებისგან, იმიტომ რომ იმდენად კარგი მცოდნე მაყურებლები ყავს უკვე, რაც ძალიან მიხარია. ვინც კარგად ერკვევა ასეთ დეტალებში. და გარდა ამისა, გთხოვთ და მოიწონოთ, დაგვიკომენტარეთ, რადგან თითოეული თქვენი კომენტარი ახლა ამას რეკლამისთვის არ ვამბობ, იმიტომ რომ რამოდენიმე შენიშვნა მივიღეთ და ვეთანხმებით. მე მოვიძიეთ და სწორით აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენც ვიკვლევთ, ჩვენც ვიძიებთ, ამიტომ გვინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ თქვენთან ერთად. როგორც ხედავთ, რიყის ქვით არის ძირითადად ნაშენები. და როგორც აღწერაში ეწერა, არის შემონახული თიხის მილები, რომელთაგან მხოლოდ ერთის მოძებნა მოახერხეთ. ეს საკმაოდ დაბლა არის. სავარაუდოდ ამას უფრო სადრენაჟო ფუნქცია ჰქონდა, ვიდრე სასახლეში შესასვლელი წყლის. ნახე როგორი ლამაზი და კუხტა არის. შეხედე, მოდი ახლოს გადაიღე. ანუ ეს გადაბმის ადგილია? და აი აქ ნახეთ უფრო მსხვილი. ვეძებეთ სხვები ვერ ნახეთ, მაგრამ ეს ერთიც რომ საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ როგორ კარგად ჰქონდათ ინფრასტრუქტურა გათვლილი, რას გულისხმობ, რომ წყალი შემოდიოდა ზევიდან. ანუ აქვე ხევი ჩამოდის, რომელსაც სხვადასხვის აგარაკზე მცხოვრები ხალხი, ვინც ახლა ცხოვრობს ვეჯინში, იყენებენ სასმელ წყლად და შესაბამისად ის ზევიდან შემოდიოდა აქ. ეს იყო ერთ-ერთი, ამის გარდა კიდევ იყო რამოდენიმე და ჰქონდათ სისტემა, ის ვთქვათ, კანალიზაციის სისტემა ისე მოწყობილი, რომ ქვევიდან ერთი მილით, თიხის მილით გადიოდა დაბლა. ანუ კიდევ ერთხელ, სასახლე, როგორც ჩანს, იყო საკმაოდ გამართული, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. სამწუხაროდ არ გვაქვს ინფორმაცია და ვერც მოვიძიეთ, შიგნით რა წყობა ჰქონდა და არც ჩანს, ალბათ აქ არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კარგად იქნას მოკვლეული და გარდა ამის ამ სასახლის გარდა
გზევით გრძელდება ეს კომპლექსი 500 მეტრში. ციხე, რამოდენიმე ეკლესია და ყველაფერს ამას ახლა დავათვალიერებთ. ძალიან მაგარია, თბილისში გვაქვს უცნობი სასახლე. სამწუხაროდ სხვა დანარჩენი ვის ეკუთვნოდა, რომელ საგვარეულოს, როგორ მოხდა და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუ იცით რამე ინფორმაცია, გთხოვთ მოგაწოდოთ და დაწეროთ კომენტარში. ჩემიც არც მე ვარ კაი დღეში. ათი წუთის სავალზე ფეხით ბილიკი გადმოდის, მაგრამ შეგიძლიათ ჩახვიდეთ და თვითონ ამ ვეჯინის დასახლებაში და ისე მანქანით ამოვიდეთ. არის ვეჯინის ციხე, დარბაზი და რამოდენიმე ნაეკლესია არის. როგორც ჩანს და რაც ნახეთ, აი ახლა ჯერ კიდევ არ გვინახავს და ახლა თქვენთან ერთად მოვძებნით, აქ ეს უფრო ძველია ვიდრე ის, რაც უკვე ვნახეთ, რადგან აქ ნამდვილად წყაროების მიხედვით მე-7-მე-8 საუკუნეში უკვე ეს ყველაფერი არსებობს. ვიდრე მე-9-10 საუკუნემდე და შესაძლოა აი საინტერესო აქედან მოხდა შემდეგ ქვევით ჩასვლა, უფრო მოსახერხებულ ადგილზე, ან უბრალოდ დაემატა ის სასახლე და ამქიდან შემდეგ უკვე კახეთში მიგრაცია. გარდა ამისა, აქედან იწყება თბილისის ეროვნული პარკი. აი ხედავთ საინფორმაციო დაფას და აი ქვე ზევით აქედანვე იწყება ბილიკი და სხვათა შორის ბუნების მოყვარულთათვის ძალიან საინტერესოა რომ ამოხვიდეთ და ნახოთ. ეს იყო ციხე-დარბაზი. ხშირად გვითქვამს რა არის განსხვავება ციხესა და ციხე-დარბაზს შორის. ციხე-დარბაზი ეს არის საცხოვრებელი, შედარებით კომფორტულად მოწყობილი, ამავე დროს ციხესიმაგრის ფუნქციით. აქ გვაქვს ჩვენ აი ეს პირველი, აი ეს ნაშთი. აქედან შევდივართ უკვე შიგნით. ნახეთ, ძალიან მასშტაბურია, ძალიან კარგად არის შემორჩენილი. აი ნახეთ, სამწუხაროდ კარგად არ ჩანს. კარგი სწორკუთხა, ალბათ 50 კვადრატულ მეტრზე მეტი ნამდვილად არის. და საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი კედლებიც. და აი აქეთ წამობძანდით. რა წამობძანდით? რა ოფიციალური. წამოდი. აი შეხედეთ, აქედან იწყება ბილიკი. ნახეთ, ნიშანიც გვაქვს, რომელიც ბილიკის სირთულეს აღნიშნავს. აქეთ არის ციხე-დარბაზის გაგრძელება. ქვევით, აი უკვე ვდგავარ. აქ იყო ოთახები, იმის გაგრძელება აშკარად და ეკლესია. აი ნახეთ. ნახეთ როგორ არის ჩამონგრეული, ნახეთ თლიანად აი ეს ჭერი არის ჩამოქცეული და ორი ხელუხლებელია რესტავრაცია არც ახლა და არც შუა საუკუნეებში არ ჩატარებია. პატარა დარბაზული ეკლესია და გვერდზე ერთი წამით ერთ წუთს შევხედოთ. კი ბატონო. ეს ეკვდერი არ არის. თან თუ გავითვალისწინებთ რომ პერიოდს ორნავიანი გამოდის. ანუ მაშინ ორნავიანი ბაზილიკაა. სამ მოგვიტევეთ ნაკლებად გამოკვლეული ძეგლია და შესაბამისად ინფორმაცია ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ ვეცდებით რომ მოვიძიოთ. ახი. კარგია. აი სადაც ახლა ვდგავართ. აი ეს არის ჭერის ნაწილი, რომელიც მთლიანად არის ჩამოქცეული. ანუ ეს სასახლისეული პატარა ნაეკლესიარი არის, ხო ასეა? კი. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? აი ეს რა არის? ნახე. სულ ბოლომდე გადის.
გვირაბივით და ვითომ ის იყო კვამლის გასასვლელი ადგილი იყო? ნახე რა საინტერესოა. მე ცალკე გადაიყენით. ვა შესაძლოა ეკლესიაში არა, რადგან მეორე მხრიდან ეკლესია აქვს, შეიძლება, აი სადაც ახლა შენ დგახარ, ხო? მაგრამ იცი რა არის? ეს კედელიც რაღაცა თითქოს რაღაცის ნაწილიაო, შეხედე? აი ასე რომ მოდის, გალავანივით არის, შეხედე? აი აქეთ გამოდის, ანუ ეს პატარა ეკლესია შიგნით რჩება გალავანში. ეს დარბაზის ნაწილი. აქედან მხარე. ხო და ნახე, როგორი ოთხკუთხედი ფორმა აქვს. ეს რა იყო? აშკარად გამონგრეული არ არის, ასე იყო თავიდანვე. და ეკლესიაში შესასვლელი, ანუ ფანჯარა ეკლესიის? სარკმელი ალბათ? ეს ხო ეს სარკმელი იქნებოდა, იმიტომ რომ შიგნით ხო ამოვსებულია ხა მიწით და ქვებით და აშკარად უფრო დაბლა. ანუ ჩვენ ახლა ვდგავართ მაღლა. ფანჯრის სიმაღლეზე ვდგავართ, ასე გამოდის. კი. ხო, ახო მართალი ხარ აბსოლუტურად. შეხე? ახლა სადაც ჩვენ ვართ დაახლოებით მინიმუმ 1.5 2 მეტრით ზევით. აი ნახე? კი ესეა. და ეს არის სარკმელი, ახლა რადგან ვართ საკურთხევლის მხარეს და სადაც შენ დგახარ, აი ეს სადაც რო გაითხაროს, ნახე, ეს არის კედლის ნაშთი. აი ნახე, კედლსა და ტაძარს შორის იყო რამხელა, დაახლოებით სადღაც 3 მეტრი არის სიმი. ასე გრძელდება და აბა ერთი აქედანაც შემოვხედოთ. აუ რა საინტერესო იქნება აქ სამუშაოების ჩატარება. ხო, აქ ნახე როგორი შესასვლელია. აი ეს არის სამხრეთი. ანუ ეკლესიის სტანდარტული შესასვლელი. და იცი რა მაინტერესებს, რუკაზე კიდევ არის აღნიშნული რაღაც ნანგრევები, მაგრამ როგორც ჩანს არ იციან. ან ნაეკლესიარი, ან ნასახლარის ნანგრევებიო. წავიდეთ ნახოთ. აქ სადღაც იქით არის ქვემოთ. სადღაც 20-30 მეტრში უნდა იყოს აქედან. აუ, გამოჩნდა, კედელს ხედავ მე მგონი. აი მენ, ნახე რა მაგარია. გავიჭედე. ნახე რა მხელა, შეხედე. შეიძლება? თქვი. მოიცა? ქუც არ ვიხდი, იმიტომ რომ არ ვართ ეკლესიაში. ანუ რუკაზე დატანილი არის შეცდომით, რას გულისხმობ? ნახეთ, ეს არის აღმოსავლეთი. ანუ აღმოსავლეთ მხარეს ვდგავარ ახლა მე. ნახეთ? და არის შემოსასვლელი. ანუ უკვე თავისთავად ეს გამორიცხავს, რომ ეს უზარმაზარი ნაგებობა და ეს უნდა ყოფილიყო ძირითადი. მე მგონი ეს არის ზუსტად ის ჩაუბე. მე მგონი ირინე ეს უნდა იყოს ძირითადი ცენტრალური სასახლე, იმიტომ რომ ზევით ციხე-დარბაზი, ხო, თლიან ხო ციხე-დარბაზია. ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი. ნახეთ, რამხელა. შეგვიძლია გავზომოთ ნაბიჯებით, დაახლოებით 1 2 3 4 5 7, მეცა, გავიდე 8 9 10, გამოვიდა იგივე 11 12 13 14 15 19 20 მეტრის შეიძლება პლუს მინუს სიგრძე და აქეთ ნახეთ იგივე გამოსასვლელია დასავლეთის მხრიდან. მოგეთ, აი ხედავ ძალიან დიდი
დარბაზის, ანუ სასახლის ნაშთის შეიძლება სანადიმო, სატრაპეზო, მისაღები ძალიან დიდია, ხალხო. ეს არის ამ კვადრატულობის ოთახები არის და დარბაზი საკმაოდ დიდად ითვლება მით უმეტეს თუ საუბრობთ ადრეულ შუა საუკუნეებზე. რავი, მე ვარ რიად აფრთხონებული და ერთი რაღაც უნდა ვთქვათ და უთხრა მიმართო არა მხოლოდ ხალხს, ვინც შეიძლება ამოვიდეს აქ თქვენ ჩვენ მაყურებელო, არამედ ჩვენს კოლეგებს, გიდებს, ხალხო, თბილისის ფარგლებში ფაქტიურად გვაქვს ძალიან მაგარი ერთდღიანი ტური უძველეს ნანგრევებზე, სასახლის, ციხე-დარბაზის, ნაეკლესიარების ძალიან პატარა ჰაიკით, ანუ საფეხმავლოთაც კარგია, რამოდენიმე ასეული მეტრია და ყველა ასე ვთქვათ, კომპლექტაციის ბოდიშია შეიძლება ესე ვთქვა. მოგეთ ყველა შესაძლებლობის ადამიანი პრინციპში შეძლებს აქ სიარულს. და რავი, ბავშვებთან ერთადაც და არის მოწყობილი საპიკნიკე ადგილებიც, მაგიდები, სკამები, რაც მართლა ძალიან სასიამოვნო დღის გატარებას გთავაზობს, რა ვიცი, თბილისთან ძალიან ახლოს. ანუ ვართ ვეჯინის აგარაკებზე, ვეჯინის დასახლებაში, მის ბოლოში ვილა ვეჯინია და იქიდან უკვე შეგიძლიათ მოხვდეთ აი აქ, ციხე-დარბაზი სადაც არის და დაახლოებით 500 მეტრში არის ის უმაგრესი, უკარგესი სასახლის ნაშთები და მე მგონი ესეც სასახლის ნაშთებია. და უკეთ საკვლები კიდევ ბევრია რა. მეგობრებო, არქეოლოგებო, მობრძანდით და გამოვიკვლიოთ ერთად, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო უნდა იყოს. მე-7, მე-8 საუკუნის ნანგრევები არ არის ხელს წამოსაკრავი. ხო და თუ კიდე ვიღაცა გვეტყვის რომ შენიშნა მივიღეთ რომ რა არის ეს რას დადიხართო და ვითომ აღმოაჩინეთ ხალხო ამის პრეტენზია არც არ გვითხოვში რომ ვიღაცა რაღაც აღმოაჩინეთ. უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ რომ ნახოთ შედარებით ნაკლებად ცნობილი. ჩემთვის აღმოჩენაა, ჩემთვის პირადად ეს აღმოჩენაა. ხო, ვიღაცები ჩვენ არ ვამბობთ პირველები ვართ და ღმერთთან დაგვიფაროს. არა, უბრალოდ ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ ისეთი ადგილები, რომელიც ზოგადად ფართო საზოგადოებისთვის არის ნაკლებად ცნობილი. ის კი არა, ამხელა ისტორიკოსი კაცი ცოტა ის გამომივიდა. ხო, მაგრამ მართლა ეგრეა. ჩემთვისაც ბევრი რაღაცა თეორიულად შეიძლება ვიცოდე, მაგრამ პრაქტიკულად არ მქონდეს ნანახი. ასე რომ მოდით და ნახეთ. მოდი ნახე. მოდი ნახე. წავით. ამოვედით მამკოდას მეორე კოშკთან. ნომერ 1 კოშკი არის ხევის მეორე მხარეს მომრგვალებული, როგორც რაც ახლა კადრებში ჩანს. სამწუხაროდ ეს კოშკი, რომელიც თავიდან მე-17-მე-18 საუკუნეში იყო აგებული, მისგან მხოლოდ ავთენტური, აი ეს კიბე არის და ქვედა ნაწილი, რამდენიმე ქვა არის გამოყენებული ძველი კოშკის და აღდგენილი არის სრულად სხვა სტილში და გამოდის რომ საერთოდ სხვა ნაგებობა და სხვა დატვირთვა აქვს ამ ნაგებობას, იმიტომ რომ სათვალთვალო კოშკი აი ასეთი დიდი ფანჯრებით, ვიტრაჟული ფანჯრებით არ უნდა ყოფილიყო. კარგი იქნებოდა რომ შეენარჩუნებინათ ის სტილი, რაც იყო თავიდან, მაგრამ რა ვქნათ. არაფერი არ გამოდის ამ ჩვენი საუბრებით, სამწუხაროდ საქმე უკვე გაკეთებულია. ის პირველი კოშკი ზუსტად ამ სტილშივე არის აღდგენილი, თუმცა ის რაღაც უფრო შეკრული არის, მომრგვალებული ვიწრო ფანჯრებით და როგორც ჩანს საბჭოთა კავშირის დროს აქვს მიშენებული რაღაც შენობები წინ. საშინელი ქარი არის დრონს ფაქტობრივად დღეს ვერ ვაფრენთ, რაც ძალიან მწყინს, იმიტომ რომ დრონის კადრები ყოველთვის განსხვავებული და განსაკუთრებული არის და სხვანაირად ჩანს გარემო. თუმცა აქედან ვაპირებთ ზემოთ მონასტერში ასვლას, იმედია იქამდე ცოტა ჩადგება ქარი და ნახოთ აბა რა იქნება.
ამკოდას მამათა მონასტერში, რომელიც არის ღვთისმშობლის სახელობის. ამ მონასტერს არ გააჩნია ძალიან დიდი ისტორია, რადგან აგებულია მე-19 საუკუნის შუა ხანებში, 1850-იან წლებში, ვინმე თედოს მიერ, რომლის სახელიც ამოტვიფრული ყოფილა ქვაზე, სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ, მაგრამ იმედია ვნახავთ გადაღების პროცესში. და შემდეგ 1924 წელს აუფეთქებიათ. იცით რომ 20-იან წლებში ძალიან ბევრი ეკლესია მონასტერი, განსაკუთრებით თბილისთან ახლოს, დაანგრიეს, ააფეთქეს, ან შეუცვალეს ფუნქცია. ეს ეკლესია მთლიანად იყო აფეთქებული, მხოლოდ მცირე ნაშთები შემორჩა და შემდეგ უკვე 90-იან წლების ბოლოს 2000-იან დასაწყისში უკვე ეკლესია სრულად აღდგა. და რაც ასევე აღსანიშნავია, რომ ის აღდგა სწორად, განსხვავებით იმ კოშკისა, რომელიც ნახეთ სულ რამდენიმე წუთის წინ. და რაც აღსანიშნავია, რომ შემოვედით, მეც და ირინესაც ჰქონდა რაღაცნაირად კარგი განწყობა, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ ეკლესიაში რაც შედიხარ, გრძნობ, რომ ის ახლოს არის, შენთან არის და შეიძლება ზოგან სიცარიელიც დახვდეს. ნამდვილად კარგი ადგილია, რომ მოხვიდეთ, თბილისიდან ამოდის ძალიან კარგი გზა, სამანქანე გზა, ყველა ტიპის მანქანისთვის და რა თქმა უნდა, აქედან იშლება ფანტასტიკური ხედები თბილისზე, მთელი ქვაბული. უკვე წასვლას ვაპირებდით მამკოდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიიდან, როდესაც მამამ გითხრა, ჩვენ აქ კიდევ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ადგილიო და ნამდვილად არ მოველოდი კიდევ ამ საოცარ ადგილს ამ ტყეში და თან რუკაზეც არ იყო დატანილი ყოველ შემთხვევაში ამ ადგილას არა. ხო, სხვადასხვა განსხვავებულ ადგილზე იყო დატანილი. ესეთი ეკლესიები გვაქვს ბევრი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეკლესია და ბუნება არის იდეალურად ერთმანეთთან შერწყმული, აი თითქოს რაღაცნაირად მაგარ ჰარმონიას ქმნისო. ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. ეკლესია ძალზედ იყო დაზიანებული და ის 2004-2012 წლებში აღადგინეს. ის ნაგებია რიყის ქვით და აგურით კირის დუღაბზე. სამრეკლო დასავლეთის ფასადზეა მიშენებული და ერთგვარად ტაძრის კარიბჭეს წარმოადგენს. რაც თავარია, დღეს რაც ჩვენ ვნახეთ, არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც არ გავსულვართ საერთოდ თბილისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ალექს, რა არის აქ? ნახე რა, უცებ გეხვეწები. აი არა, უკვე ვიღებ და მიდი ის. ეს რა არის? ერთშევა დავიცოდი. აი. გამოწმენდა უნდა რომ კარი გავაღოთ. მაგრამ ამოშენებულია ახალი. რა არის მეტა?